დღეს ტესტრიქსში ჩვენ გვაქვს ორი საკითხი. პირველი არის შპს ენგურხესის 22-23 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს, გაიცა 4 რეკომენდაცია. მეორე არის ელექტროენერგეტიკის სისტემის კომერციული ოპერატორის 22-23 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს, აქაც გაიცა 4 რეკომენდაცია. რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, მოგახსენებთ ვინესწრებას ხდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. მოგესალმებით ქალბატონი სოფიო. გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი შალვა ჯავახიშვილი, წამყვანი აუდიტორი. ბატონი ბესიკ ფერაძე, უფროსი აუდიტორი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ქალბატონი ინგა ფხალაძე, მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით ქალბატონი. პირველად ზანდებით და კეთილი იყოს თქვენი მოსწავლება. კი ბატონო. სახელი და გვარი დავასახელე ენერგეტიკას კურირდერ. კი ბატონო. ბატონი ალექსანდრე სოხაძე, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონი ირაკლი შენგელია, შპს ენგურხესის კომერციული დირექტორი და ბატონი თორნიკე ყაზარაშვილი, ესკოს დირექტორი. რადგან რამოდენიმე პიროვნება პირველად ზანდება, მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიხილავთ ყველა ანგარიშს, რასაც აუდიტი გამოცემს, არც ეც არ ვტოვებთ, რის გამოც ევროკავშირიდან მაქსიმალური შეფასება მივიღეთ, რომ ეს აუდიტის სამსახურმაც ჩვენც რომ გულისხმობით ვეკიდებით ამ საკითხს. ფორმა ასეთია, რომ წარმოადგენს თავის მიგნებებს, რეკომენდაციებს, თქვენ გაცემთ პასუხს. ჩვენი მთავარი მიზანი აქ არ არის რაღაც შორს გასვლა, ჩვენი ეხება მხოლოდ რეკომენდაციებს და მის შესრულებას, როდის იქნება, რა იქნება. და ასე შემდეგ, მით უმეტეს რომ თქვენ ახალი ბრძანდებით და ამიტომ ჩვენთვის თავარი არის რა მდგომარეობაში ეხლა რეკომენდაციების შესრულება და რა ხდება ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში გადის სტრიმზე სხვა დანარჩენი თუ რამე შეკითხვა იქნება, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. ეხლა გადავიდეთ საკითხზე, ქალბატონო სოფიო. მოგესალმებით, პრეზენტაციას წარმოადგენს გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობა. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. დავიწყებთ ენგურხესით, როგორც ბრძანეთ, ჩავატარეთ შპს ენგურხესის 2022-2023 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. მოკლედ რომ შევეხოთ, ენგურხესის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ელექტრომომარაგების დაახლოებით 35%-ზე მეტს. კომპანიის 2022 წლის მოგება იყო 59 მილიონი, ხოლო 23 წელს ზარალი ჰქონდათ 5.4 მილიონი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ენგურხესზე გაცემული 4 რეკომენდაციის შესრულების მაჩვენებელი 100%-იანია, 4 რეკომენდაცია შეასრულა კომპანიამ. ახლა კი გადავიდეთ თვითონ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე. პირველი მიგნება ეხება დასაბუთების გარეშე გამოყენებულ საწვავს. გამოვლინდა, რომ შვებულების პერიოდში განპირობებულ ავტომობილებზე შესაბამისი დასაბუთების გარეშე ხდებოდა საწვავის ხარჯვა, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს. ასევე სრულყოფილად ვერ იყო წარმოდგენილი სპეცტექნიკით შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გახარჯული საწვავის მიზნობრიობას, რაც საწვავის არამიზნობრად გამოყენების რისკებს წარმოშობდა. აღნიშნულზე გავეცით, აღნიშნულ მიგნებაზე 2 რეკომენდაცია. პირველი რეკომენდაცია საწვავის ხარჯების არამართლზომიერად გაწევის ფაქტების აღმოფხრის მიზნით მიზანშეწონილია თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნის პერიოდში განპირობებული ავტომანქანის სხვა თანამშრომლის მიერ დროებით სარგებლობის საჭიროების დასაბუთება დოკუმენტურად განხორციელდეს.
მეორე რეკომენდაცია სპეცტექნიკაზე გაცემული საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის რისკების შემცირების მიზნით მიზანს შეწონილია GPS მონაცემების გონივრული ვადით შენახვა. ასევე წინასწარ იქნეს დადგენილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები, გაიწეროს ტექნიკის მუშაობის სავარაუდო საათები და საჭირო საწვავის ოდენობა, ხოლო ფაქტობრივი მონაცემები სათანადო წესით იქნეს ასახული და დადასტურებული შესრულების სამუშაოების აქტებში. შემდეგ მიგნებაზე, ანუ ამას რეკომენდაცია არ ახლავს, უბრალოდ გვინდოდა თქვენი ყურადღება ორი ისეთ მნიშვნელოვან მიგნებაზე გაგვემახვილებინა, რომელზეც რეკომენდაცია არ გაგვიცია. შტატგარეშე თანამშრომელთა მართვის ნაკლოვანებებზე 2022-23 წლებში კომპანიაში არ იყო დანერგილი დასაქმებულთა ანაზღაურების პროცესის კონტროლის სათანადო მექანიზმები. რასაც ხატყობს ის გარემოება, რომ კომპანიაში დასაქმებულ ორ მრჩეველსა და ორ კონსულტანტთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში სათანადოდ არ იყო განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობები. აუდიტის ჯგუფმა ორ მრჩეველსა და ორ კონსულტანტზე ვერ მიიღო რწმუნება ჯამში 279,913 ლარის შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა ანაზღაურების მარცხომიერ ხარჯვაზე. შემდეგი არის შესყიდვებს ეხება პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის ხარვეზებს. რიგ შემთხვევებში შპს ენგურხესის სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების შერჩევა შეფასების პროცესი გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებით მიმდინარეობდა. პრეტენდენტების შერჩევა შეფასებისას სრულად არ იყო გამოკვლეული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა გარემოება და ფაქტი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღებოდა გარემოებებისა და ფაქტების დეტალური ამომწურავი მსჯელობისა და ანალიზის გარეშე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის გარეშე. როგორც ვახსენე, ამებზე აღნიშნულ მიგნებებზე რეკომენდაციები არ ყოფილა, ეხლა გადავალ ისეთ მიგნებებზე, სადაც გავეცით რეკომენდაციები. ელექტრომომარაგების ქსელის მართვის ხარვეზები. კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომპანიის კუთვნილი ელექტრომომარაგების ქსელიდან ელექტროენერგია მიეწოდებოდა შპს ენგური ატრაქციის გარკვეულ ობიექტებს, რის შედეგადაც არამარტივად გაიზარდა კომპანიის ხარჯები. მარაგების მართვის ხარვეზებს ეხება შემდეგი მიგნება, კომპანიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მარაგების ხარჯვის პროცესის სათანადო კონტროლს, რომელიც დაადასტურებდა მათი გამოყოფის საჭიროებას და ხარჯვის მიზნობრიობას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მარაგების ხარჯვის პროცესთან დაკავშირებულ კონტროლის ნაკლოვანებებზე. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით ორი რეკომენდაცია. ნომერი 3 რეკომენდაცია. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობამ შექმნას კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს, რომ გაწეული იქნეს ისეთი ხარჯები, რაც კომპანიის საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. ნომერი 4 რეკომენდაცია. მარაგების ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით კომპანიამ ჩამოაყალიბოს სათანადო კონტროლის მექანიზმები მატერიალური ფასეულობების მოთხოვნის საჭიროების დასაბუთებისა და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად. მადლობა, სულ ეს იყო ენგურხესზე. რა მდგომარეობა არის შესრულებული? შესრულებაზე 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც ვახსენე, რეკომენდაციების. ყველა შესრულებულია. თუ შესრულებულია ძალიან კარგი. ხო, რამეს დაამატებთ ხელმოწერლად? ან თქვენ, ან ვინც გნებავთ? მოგესალმებით. ჩვენ როგორც აღნიშნა ბატონმა, უკვე ასე ვთქვათ, 4-ვე რეკომენდაცია შევასრულეთ და თუ რაიმე კითხვები იქნება, მზადავართ გაგცეთ პასუხი კიდე დამატებით, მაგრამ გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ თავის მხრივ ვართ მაკონტროლებელი ორგანო, ჩვენს ასე ვთქვათ, დაქვემდებარებაში მყოფი უწყების და შესაბამისად მივსდევთ ყველა იმ რეკომენდაციის დროულად განხორციელებას, რასაც აუდიტის სამსახური მოგვაწყვეტს. ეხლაც და შემდგომშიც ამის პირობას გაწევთ. ისა ცოტა გადახოვე რომ გავაკეთოთ, ახლა ბრძანდებით და თუ ხერხული არ იქნება რომ გაგვეცნოთ, თქვენ გაგიცანით უკვე. დიახ. ბატონო ალექსანდრე სოხაძე, თქვენ ბრძანდებით, ხო? მოგესალმებით მე ვარ. ირაკლი შენგელია, შპს ენგურხესი. სასიამოვნო თორნიკე ყაზარაშვილი. კი ბატონო, მოგესალმებით. კოლეგებო. კარგი, რადგან ყველაფერი შესრულებულია, მივესალმებით. თუმცა ძალიან ცუდი მიგნებებია იმ გაგებით, რომ იგივე ტრანსპორტთან დაკავშირებით, იგივე შესყიდვები არის თუ ხელფასებთან დაკავშირებით და კარგია რომ შეასრულეთ და იმედი მაქვს რომ ესეთი რამე მეორედ აღარ მოხდება. ბატონო ბეჟან, ხო? მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ძირფასო მოწვეულო სტუმრებო. ეხლა
უკვე მე-5 წელია ამ ჯგუფში ვარ და ძალიან ხშირად არის შემთხვევა და თითქმის ყოველ შეხვედრაზე და ყოველი განხილვის დროს განსაკუთრებით ამ მიმართულებით, რასაც მიგნებებზე საუბრობ, მაგრამ იშვიათია რომ მიგნებები ძალიან მცირე იყოს და ის იყოს რაღაც განსაკუთრებული. ყველა მიგნება რომელიც არის, მის შემდეგ არის შევასრულე. კი ბატონო, მაგრამ მან მიგნებამდე ჩვენ ხო შიდა აუდიტი გვყავს, სამსახურები გვყავს, საფინანსო, რომელიც ამას ყველაფერს აკონტროლებს. ეს მაინტერესებს, სანამ მივაგნებდეს, მანამდე ჩვენ თვითონ რატო არ ვაკეთებთ, თუმცა ხშირად არის, კარგია რომ გაგეკეთებიათ, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მიგნებები დაწერა კონტროლის პალატამ და მეორე განხილვაზე რომ გადის რამოდენიმე წელი, კვლავ იგივე მიგნებებს წერს აუდიტი. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მივეჩვიეთ ყოველი ამას და ცოტა რაღაცნაირად საკანონმდებლობაში თუ გვინდა რამეცვლება განვახორციელოს, იმიტომ რომ არ შეიძლება, თუმცა ბოლო პერიოდში აუდიტი ამას აღნიშნავს, რომ წინა მიგნებები შესრულებულია და აღარ არის განმეორება, მაგრამ მე თხოვნა მექნება და ეს მოთხოვნაც არის, რომ სამსახურებმა შიდა კონტროლმა გაცილებით მეტი იმუშაოს, რომ აღარ დახვდეს აუდიტორ სამსახურს, სახელმწიფო აუდიტს, ის შენიშვნები და ის მის შესწორებები, რომლებიც ის შენიშვნები და ის მიგნებები, რომელიც ის აღრიცხავს თავის დასკვნაში. აი ეს იქნება და მე მაინტერესებს თქვენ სამსახურს შიდა აუდიტი ყავს? და ეს შიდა აუდიტმა თუ ვერ ნახა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ აქ ისეთი თემებია, ხელფასის არაკანონიერად გაცემა, არაკანონიერად ესე იგი არ არის დასაბუთებული. შეიძლება კანონიერად იყო, მაგრამ დასაბუთებული არ არის. ას გავიგე, მაგრამ ყველაფერს უნდა დავტკიცება, რომ ეს ეკუთვნოდა ამათომეს. აუდიტი წერს, რომ არა აქვს. ასევე საწვავის ხარჯვის ნორმები არ არის სწორად განხორციელებული. საწვავი აქ ცოტა არ იქნება ძალიან დიდი რაოდენობის, ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თანხა არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ადამიანები, რომელსაც კონტროლის სამსახური ქვია, ყოველივე ამას ამოწმებენ. შიდა აუდიტის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომა სამსახურში რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები და ნაკლები მიგნებები ნახოს შემდეგ აუდიტორმა სამსახურმა. და მინდა გისურვო წარმატებები, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ იქ როგორ იქნება ფინანსური მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პარლამენტისათვის, თითოეული წევრისათვის. დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ძალიან სკრუპულოზურად გადის თითქმის ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გვაძლევს აუდიტი, მაგრამ ეხლა გპირდებით, რომ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ და მთლიანად, ასე ვთქვათ, მობილიზებული სიტუაციის ოპტიმიზაციაზე, რეალურად ახალი საკანონმდებლო კუთხით აი ამ ყველაფრის განხილვაზე და შესაბამისად ისეთი შედეგების დადებაზე, როგორცაც მოივლის ჩვენგან სახელმწიფო. ძალიან კარგი, მე იმედი მაქვს ყოველივე ამის და მე მინდა ხა შიდა ჩვენ სამსახურს მიმართო, აუდიტის სამსახურს, მე თხოვნა მექნება, შემოძვირფასო მეგობრებო, რომ შიდა აუდიტის საერთოდ დასკვნებს და მის აქტებს, რომელიც იწერება ნებისმიერ სამსახურში და ასევე რეგიონებში განსაკუთრებით, ამას მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება. მე მაგალითად მაქვს რამოდენიმე სერიოზული ინფორმაციები და აუცილებლად უახლოეს პერიოდში მოგაწვით, რომ ამ კუთხით ძალიან სერიოზულად არის იქ საქმე და ამას აუდიტის სამსახური ან ვერ შეამოწმა ჯერ, ან შესამოწმებელია, თუმცა სოციალური უამრავი ადამიანი მოდის სოციალური დახმარებები რომ იცემა, არის საშინელი დარღვევით გაკეთებული და როდესაც ვნახულობ დოკუმენტაციას, ის აუცილებელია სიღრმისეულად ჩაუწვდეთ, იმიტომ რომ იქ არის ისეთი დეტალები, რომელიც სიღრმისეულ გამოკვლევას საჭიროებს. ამიტომ მე თხოვნა მექნება და რა ვიცი, მოთხოვნა არ შეგვიძლია, თხოვნა შეგვიძლია და აუცილებლად ეს გაითვალისწინეთ. პირველ რიგში მოითხოვეთ ის აქტები, რომელიც აუდიტის სამსახური ქვია და ისინი წერენ ამას ყოველწლიურად და ის დეტალები, რომელიც იქ არის შენიშვნები, ასევე ისინი შენიშვნებს და მიგნებებს წერენ, ის მიგნებები იყოს სიღრმისეულად შესწავლილი. მე რამოდენიმე ფაქტს ამის შესახებ მოგახსენებთ, აუცილებლად უახლოეს პერიოდში. მადლობთ. ძალიან გიოდ. თქვენ გნებავთ? ორი სიტყვით უბრალოდ ბატონი ბეჟანის კომენტართან ყველას მოგცეთ სიტყვას პირველი რაც შეეხება შიდა აუდიტის სამუშაოს, ჩვენი აუდიტორული პროცედურები ნამდვილად ითვალისწინებს შიდა აუდიტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების და მომზადებული ანგარიშების განხილვას. შესაბამისად, იქ სადაც ჩვენ გვაქვს აუდიტი, ამას აუცილებლად ვეცნობით ხოლმე და ბუნებრივია საინტერესოა თქვენ რა საკითხიც დააყენეთ.
კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო ალექსანდრე, რაღაც თქვენ გნებოდეთ. დიახ, ორი თვის დამატება სურდა, ბატონ ბეჟან, დიდი მადლობა. თქვენ კომენტართან დაკავშირებით მინდოდა მაინც ორიოდე სიტყვით მე თქვა შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით შესრულებულია მათ შორის კონკრეტული სამართლებრივი აქტები არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამომავლოდ აღარ მოხდეს აღნიშნული დარღვევის განმეორება. ერთ-ორ საკითხთან დაკავშირებით თქვა ყურადღებას გავამახვილებ, მაგალითად არამიზნობრივ ხარჯზე როცა იყო საუბარია შულობილი საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე და ხარჯსახრიცხვის გამიჯვნაზე. ანუ აქ რამ დიახ, ძალიან ცუდი ფაქტი არის, თუმცა იქ არ არის რომ რაღაცა სხვა არამიზნობრივი ხარჯი იყოს. რაც შეეხება იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომელზეც საუბარი იყო პრემიის ნაწილზე, არც ერთი ეს ადამიანი დასაქმებული აღარ არის შებსენგურჰეში და რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა ამის თქმამდე. შეიძლება ბატონო. მოგესალმებით, რიმა ბერაძე. ეს ობიექტი ჩვენი ქვეყნისათვის არის მეტად პრინციპული და სტრატეგიული ობიექტი და რა თქმა უნდა სახელმწიფო მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფო განსაკუთრებულად საუბრობს დღეს ჩვენი გუნდი ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით და მასთან ბრძოლაზე და ის რომ თქვენი განმარტება ხარ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ თქვენ განცხადებას აკეთებთ, რომ ის ადამიანი აღარ არის, იმ ადამიანმა არაფერი არ დააშავა. დავაშავეთ ჩვენ, ვინც ეს დანიშნა, ვინც ხელი შეუწყო მას, რომ ფუნქცია არ ქონდა, სამსახურში არ დადიოდა, საზღვარგარეთ მიდიოდა და ხელფასს აძლევდით. პრემია დანამაც ვაძლევდით. ეხლა სამსახურიდან თუ გაუშვით, ბოდიში რა. იმერე რა. ეს სახელმწიფო თანხები რო გაიფლანგა, ამასთან დაკავშირებით ვინ აგებს პასუხს? და ის რომ ფაქტიურად ადამიანს, რომელსაც პარლამენტარზე მეტი ხელფასი ჰქონდა და 279,000 ლარს იღებდა და პლუს პრემია დანამაც აძლევდით და პლუს ფუნქციაც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. პლუს იმას რომ წასული იყო სამსახურიდან და სამსახურიდან რო დაითხოვდა, მის შემდეგაც რო ხდებოდა, რომელში გააუდიტის ეფექტურ მუშაობაზე ვსაუბრობთ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა, სწორი შეფასებები გავაკეთოთ. დიდი მადლობა. აუცილებლად გავითვალისწინებთ და გპირდებით რომ უფრო ყურადღებით მივაქცევთ შემდგომში ყველანაირ ესეთ მოვლენას ყურადღებას. აბსოლუტურად ვეთანხმები კალბატონ რიმას, ბატონ ბეჟანს, მაგრამ ახლა მთავრობის პრემიერით დაწყებული არის ეს პოზიცია და იმედი მაქვს, რომ ასეთი რამე აღარ მოხდება. იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ ხდებოდეს. ჩვენ ამ წუთში თქვენთან პრეტენზია არ აქვს, იმიტომ რომ ეს გამოსწორებულია და თან ახალი გუნდია, მაგრამ მეორეს მხრივ სწორი ვძანდებიან. აქ მოდივართ არავინ არ ვიქნებით, არც დეპუტატები და არც მინისტრები და სულ ახალი გუნდი მოდის და თუ ასე არ გამო, ამიტომ სწორად ბრძანეთ, რომ აქტები უნდა იყოს ისეთი, აი თქვათ ხელფასთან ეს დარღვევები, რომ თუ გააკეთებ ჩარჩოს, როგორ უნდა გააკეთეს ეს ხელფასები, როგორ უნდა ჩამოიწეროს საწვავი, ხო აღარ მოხდება. თუ მოხდება, ეს უკვე არის კრიმინალია რა. ამიტომ ამ კუთხით უნდა წავიდეთ და მართლაც უნდა გაძლიერდეს შიდა აუდიტი, რომ ის რასაც გარედან აუდიტი წერს, ის მანამდე შიდა აუდიტმა დაწეროს და გქონდეთ რეაგირების საშუალება. კარგი, მაშინ ეს საკითხი კი ბატონო. ესე იგი, რომ სწორი ბრძანა ბატონო ბაბადამ და სრულიად ვეთანხმები და მინდა განვავცო ჩემი კუთხით. ეხლა რა ხდება? დღეს უწერთ ამას არის დარღვევა. თუ არ არის ნორმატიული აქტი, თუ როგორ უნდა გაიცეს, საწვავი იქნება, სოციალური დახმარა იქნება, თუ რაღაცა, ეს უკვე დანაშაული. ესე იგი, ცემთ ისე როგორ თქვენ გინდათ რა. კანონში არსებობს რომ უნდა იყოს გაწერილი პუნქტობრივად, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგალითად ბენზინის გაცემის დრო, დიზელის გაცემის დრო, იქ ნორმებია, საათებია და ასე შემდეგ. ასევე სოციალური დახმარებაზე, ასევე ხელფასებზე გაწერილი უნდა იყოს. თუ ეს გაწერილი არ არის, ეს არის ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვა. ნუ ეს კანონით ისჯება და ამიტომ მართალი ახლა აქ 5 წელია ვსაუბრობ და სულ ეგეთი შემთხვევებია. გამოვასწორებთ, გამოსწორდება, მე იგივე მეორდება ხშირად. ნუ ეს დაუმთავრებლად არ შეიძლება, ამიტომ რომ ბიუჯეტის სახსრებია, ასეულობო ათასე და მილიონებზეა საუბარი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მოსახლეობასთან მივიდანოთ სოციალური დახმარებები და ეს თანხები და ვეძებთ თანხებს ბიუჯეტში და სულ არასდროს არ არის საკმარისი, კიდევ მეტი გვინდა. ამიტომ ეს თანხები უნდა გავხარჯოს იმ კანონით, რა კანონითაც ვიღებ ჩვენ. აბა რა აზრი აქვს მაშინ კანონების მიღებას? მადლობთ.
კარგი, მადლობა. ეს საკითხი განხილულია ჩვენთვის, რაც თავარია მოსაზრებები გამოითქვამა, რაც თავარია შესრულდა რეკომენდაციები და იმედი გვაქვს, რომ აღარ განმეორდება ასეთი რამ. გადავდეთ მეორე საკითხზე, ქალბატონო სოფო, მეორე საკითხზე ვინ არის მოხსენებული? ისევ გიორგი, ხო? კი ბატონო, მეორე საკითხი ეხება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 2022-2023 წლების საფინანსო ეკონომიკური შესაბამისობის აუდიტს. ESCO-ს მიზანია საქართველოს უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. კომპანიის მოგება 2023 წელს შეადგენდა 6.564.000 ლარს, ხოლო 2022 წელს 2.164.000 ლარს მოგებას. გადავიდეთ მიგნებებზე. პირველი მიგნება უკავშირდება დაგეგმვის ხარვეზებს. ბაზრის კონცეფციის განვითარებაში ESCO-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი გააჩნია. კომპანიამ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს კონცეფციით განსაზღვრული მიზნების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები. ESCO-ში არ ხდებოდა კომპანიის საქმიანობის სამოქმედო გეგმების შედგენა. აქედან გამომდინარე, რთულია შეფასდა ეს, რამდენად შეესაბამება ამოცანების შესრულება კომპანიის დასახულ მიზნებს. მეორე მიგნება უკავშირდება ფულად ჯილდოს გაცემის დასაბუთების ნაკლოვანებებს. ESCO-ს თანამშრომლებზე ჯილდოს გაცემისას არ ეყრდნობოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაო შედეგებს, რაც მეტად გამჭვირვალეს გახდიდა წახალისების სისტემას. შედეგად ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს დაახლოებით 91%, 1.595.000 ლარი, რაც არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებდა. აღნიშნულ ორ მიგნებაზე გაცემულია შესაბამისი ორი რეკომენდაცია. პირველი რეკომენდაცია კომპანიის წინაშე დასახული მიზნებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ESCO-მ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც ასახული იქნება კომპანიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობები, რაც ასევე ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას. მეორე რეკომენდაცია ESCO-მ თანამშრომელთა წახალისების სისტემის გამჭვირვალობისათვის დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. შრომის ანაზღაურების შინაგან წესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გაიქცემა წახალისება დასაქმებულ პირებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე რეკომენდაციას სტატუსი აქვს მიმდინარე, ანუ ჯერჯერობით შესრულების საბოლოო ეტაპზე არ არის. მადლობა. თუ კითხვებია და თუ არ და გადავალთ შემდეგ საკითხებს. გავიაროთ ეს ხო ჯერ. გთხოვთ ამ ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით და მეორე ორი შემდეგ გავიაროთ. დიახ. მოგახსენებთ პირველ რეკომენდაციასთან დაკავშირებით. პირველი რეკომენდაცია გულისხმობდა კომპანიის წინაშე დასახული მიზნების და მათი შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად. მნიშვნელოვანია ESCO-მ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც ასახული იქნება კომპანიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობები, რაც ასევე ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების ეფექტიან შესრულებას. სტატუსთან დაკავშირებით. ანუ როგორი რეკომენდაციის შესრულების გეგმა გვაქვს. მიმდინარე წლის ბოლომდე ESCO-ს დეპარტამენტების კოორდინაციით, მათი ფუნქციებისა და საქმიანობების ანალიზის საფუძველზე, ასევე სამინისტროს როგორც პოლიტიკის გამსაზღვრელი პარტნიორის მიერ დადგენილი ამოცანების გათვალისწინებით შეიქმნება ორგანიზაციის წლიური სამოქმედო გეგმა. ამ შემთხვევაში ეს იქნება 2026 წლისთვის. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს ESCO-ს საქმიანობიდან გამომდინარე შესასრულებელ მეტწილად გაზომვად ამოცანებს, ხოლო აღნიშნული ამოცანები და მიზნები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შესასრულებლად რეალისტური. გეგმა უნდა ემსახურებოდეს ESCO-ს, როგორც საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციის განმახორციელებელი სუბიექტის მიზნებისა და ამოცანების ჯერუნად შესრულებას. წლიური სამოქმედო გეგმა საშუალებას უნდა აძლევდეს ESCO-ს საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმონ, განახორციელონ და მონიტორინგი გაუწიონ კონკრეტული ღონისძიებებისა და აქტივობების შესრულების პროცესებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას. ანუ რეკომენდაციების შესრულებისათვის საჭირო დრო განსაზღვრული იქნა 5 თვის ვადით. და ესე იგი 12 დეკემბერი იქნა აღნიშნული როგორც დედლაინი, ანუ ბოლო ვადა შესრულების. ESCO-ს სავარაუდო შესრულების ვადა განსაზღვრული გვაქვს 30 სექტემბრით. ანუ ამ თვის ბოლოს ეს რეკომენდაცია სრულად იქნება შესრულებული. მეორე თუ კითხვები არ არის მეორე რეკომენდაციაზე არა ხო რა არის მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით.
არა მეორე ხელფასებზე. არა, მეორე რეკომენდაცია გახლავთ თანამშრომელთა წახალისების სისტემის გამჭვირვალობის დანერგვის ერთგვაროვანი პრაქტიკა. შრომის ანაზღაურების შინაგან ნაწილში გაიწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გაიცემა წახალისება და წახალისება დასაქმებულ პირებზე. როგორი არის რეკომენდაციის შესრულების გეგმა? მიმდინარე წელს ესკოში დეპარტამენტების ჩართულობითა და კოორდინაციით შემუშავდება თანამშრომელთა წახალისების სისტემა, ანუ წესი, რომელსაც ექნება დირექტორის ბრძანების ფორმა და განსაზღვრული იქნება წახალისების საფუძველი და კრიტერიუმები, რომელიც თანამშრომელთა მიერ ფუნქციების შესრულების გარდა ძირითადად დაკავშირებული იქნება კომპანიის სამოქმედო გეგმასთანაც. აქ ჩვენ გვაქვს წახალისების წესსა და კრიტერიუმების განსაზღვრა წახალისების პროცესს გახდის უფრო გამჭვირვალეს, თანმიმდევრულს და ეფექტურს. აქ საჭირო ვადა აუდიტის სამსახურის მიერ განსაზღვრული იქნა 3 თვით. დედლაინი კი 10 ანუ საბოლოო დღე 10 ოქტომბრით არის განსაზღვრული, მაგრამ აქაც ესკოს მოლოდინი გვაქვს, რომ ესკო შეასრულებს ამ რეკომენდაციას 30 სექტემბრისთვის, ანუ თვის ბოლოს. აი სწორედ მაგაზე ვსაუბრობდით, რომ აწი შეასრულებს და რატო არ შეასრულებს. ეხლა უბრალოდ მაგალითს მოვიყვან. კერძო სტრუქტურაში, რომ მაგალითად ხარჯვა არ იქონდეს დადასტურებული გინ დიზელის საწვავის, გინ ბენზინის, გინ ნებისმიერი ხარჯი. ამ შემთხვევაში კომპანია იღებს ძალიან დიდ დარტყმას საგადასახადო ინსპექციიდან, ისინი აჯარიმებდნენ, ამოუგდებენ იმ თანხას, თუ ხარჯი ქონდა გატარებული, გადაუმრავლებენ იმ კოეფიციენტზე, რაც იმ ჯარიმაზე დააკისრებენ და 3 მაგი და 5 მაგია ინგრევა კომპანია. ეხლა აქ სახელმწიფო სტრუქტურებში არ იყო გაკეთებული, არასწორად იყო გაკეთებული, მაგრამ მერე გამოასწორეთ. გასაგებია გამოასწორეთ, მაგრამ ის რაც დააშავეთ, იმისთვის ვინ აგებს პასუხს? ამდენი თანხები რო გაიც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის არა მარტო მიგნება, რაღაც მივაგენი და დავან, იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომელმაც არაკანონიერ გააკეთა. თუ კანონი არ გაქვს, წესი არ გაქვს, როგორ უნდა მიწე? დანამატი, ხელფასი და ასე ნებისმიერი ფულადი თანხა, არ უნდა გაცე, მაშინ სანამ არ გექნება. ეხლა იქნება ბრძანება, ეხლა გაიწერება, როგორ უნდა გაიცეს, ეს ადრე რა უშლიდა მას ხელს. მოგესალმებით. სავარაუდოდ მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტებისგან დაზღვეულები ვიქნებით, ვინაიდან ბატონმა პაატამ სწორად ბრძანა უკვე პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ სახელმწიფო შეპესეებში, საწარმოებში მსგავსი საკითხები იყოს ძალიან ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება საზოგადოებას, ჩვენ გვიყურებს, ჩვენ ხტომას უყურებს და საზოგადოებისთვის უნდა ითქვას, რომ აი ზუსტად ამ სისტემური ოპტიმიზაციის ფარგლებში, რაც ბოლო პერიოდში ჩატარდა სახელმწიფო შეპესეებში, საწარმოებში, მსგავს ორგანიზაციებში, დაახლოებით 56 მილიონი ლარი იყო ბოლო მონაცემებით, მე როცა ეს ინფორმაცია მივიღე, დაზოგილი. ხო წარმოგიდგენიათ რა თანხებზე არის საუბარი და რამდენი ადამიანი საერთოდ არაფერში ღებულობდა საკმაოდ დიდ ძალ თანხებს. მე იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში და ზოგადად მომავალში მსგავსი ფაქტებს ადგილი აღარ ექნებათ. დიდი მადლობა. კი ბატონო, მაგას მოგახსენეთ, რომ ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა ეს, რომ ორივე რეკომენდაცია იქნეს არა მარტო ფუნქციაზე შესრულებული, არამედ აღსრულებულიც და უშუალოდ მე ვარ პირადად ჩართული ამ დოკუმენტების მომზადებაში, წახალისების სქემა იქნება თუ სხვა ტიპის სამუშაოებით სამოქმედო გეგმას, ამიტომაც ჩვენ დაახლოებით 2 თვე არის, რაც სამ პოზიციას დავინიშნე და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ზუსტად ეს არის, რომ დოკუმენტი არ შეიქმნას მხოლოდ დოკუმენტად, ის უშუალოდ იყოს აღსრულებად და ამიტომაც ეს დედლაინები, რაც არის გაწერილი სამსახურის აუდიტ სამსახურის მიერ მაქსიმალურად ჩემ გუნდთან ერთად შევეცდები, რომ 30 სექტემბერს უკვე ეს დოკუმენტაციები ატვირთული იყოს და განსახილველად შესაბამის პორტალზე. ამიტომ შემდეგში თუ მოგვიწერს თქვენ მოსვლა, დარწმუნებულია, რომ იგივე რეკომენდაციები და იგივე საკითხებით არ დაგიბრუნდებათ ესკო. მადლობა. კი ბატონო. მაინტერესებს მე ერთი შეკითხვა ის წეგან თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ აუდიტის სამსახურის მუშაობა და აუდიტი ეხლაც იგივე აუდიტი მუშაობს და ამ ფაქტებს არ ნახულობდა? ჩვენს ესკოში აუდიტის სამსახური აქ იგულისხმება სამინისტროს საქვემდებარებაში დეპარტამენტი, რომელიც არის მაგრამ როცა ასე არამიზნობრივად მიმდინარეობდა ამ თანხების გაცემა და 91% ფაქტიურად ჯილდოა ამ გაცემული თანხებიდან არამიზნობრივად არის გაცემული და არასწორად არის გაცემული. არ ნახულობდა ამ ფაქტებს მე
აუდიტორებთანაც მაქვს შეკითხვა, ქონდა თუ არა ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა და მუშაობდა თუ არა ამ მიმართულებით, როცა ორგანიზაციას სამოქმედო გეგმა არ გააჩნია საერთოდ და შემდეგ 91%-ს გასცემს თანხების არასწორად და გასცემს ჯილდოს სახით, რომელიც არ იყო გასაცემი, მაინტერესებს აუდიტის დამოკიდებულება თვითონ სამინისტროს. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის ანგარიშები აღნიშნულ პერიოდზე არ შეგხვედრი, ანუ არ ყოფილა მაშინ ნამუშევარი მათი. ჩვენ ცოტა მძიმე მემკვიდრეობა შეგხვდა და ეხლა ვართ, როგორც აღნიშნეთ, ძალიან სერიოზული რეფორმების პროცესში, რაც გულისხმობს ოპტიმიზაციას და ყველანაირი ხარვეზის გასწორებას ყველა ჩვენ საწარმოში. კარგი, მადლობთ, გავაგრძელოთ ბოლო ორი რეკომენდაცია. კი ბატონო, მადლობა. შემდეგი მიგნება გვინდა კიდევ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ორ მიგნებაზე, რომელზეც არ გაგვიცია რეკომენდაცია, თუმცა მივიჩნევთ მნიშვნელოვან ინფორმაციად. ესკოს შვილობილი კომპანია SEMBI წარმოადგენს ელექტროენერგიის ბირჟას, რომლის დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა მის ძირითად ფუნქცია მოვალეობებს, რისთვისაც იყო იგი შექმნილი. კერძოდ ვერ ამოქმედა დღით ადრე ბაზრის ოპერირება, დღიური ბაზრის ოპერირება, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერირება და დღით ადრე დღიური ბაზრებისთვის ანგარიშწორების სისტემის მართვა. მხოლოდ აუდიტის პერიოდში 22-23 წლებში SEMBI-ს ხარჯებმა შეადგინა 2,996,000 ლარი. შემდეგი მიგნება გვაქვს ინსპექტირების ხარვეზებზე. 2022 და 23 წლებში ესკოს არ შეუდგენია აღრიცხვის კვანძების შემოწმების გეგმა გრაფიკები. ასევე არ განხორციელებულა ანგარიშწორებაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების პერიოდული შემოწმება, რაც არ არის შესაბამისობაში ქსელის წესებით, ბაზრის წესებით და ესკოს დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან და აღრიცხვის კვანძების მოწყობილობების შემოწმების ინსპექტირების პროცესში კონტროლის მექანიზმების არასრულყოფილად ფუნქციონირებაზე მიუთითებდა. როგორც მოგახსენეთ, აღნიშნულზე რეკომენდაციები არ გაგვიცია. შემდეგი ორი მიგნება გვაქვს, რომელზეც რეკომენდაციებია გაცემული. ეხება ავტომობილების მართვის ხარვეზები. ესკოში სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რითაც არ არის დაცული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები. ასევე ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები შესაბამისი და არა განპირობებული დანიშნულების შესასრულებლად. სულ სამორიგეო ავტომობილებზე გახარჯული იყო 67,000 ლარი. დასაბუთების გარეშე გამოყენებულ ავტომობილებზეა შემდეგი მიგნება. ესკოში ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების მივლინებისა და შვებულების დროს ხდებოდა მათზე განპირობებული ავტომობილების ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების და არამართლმიერი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობდა. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით ორი რეკომენდაცია, ნომერი მესამე რეკომენდაცია. სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნით გამოყენების რისკების შესამცირებლად აუცილებელია სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად. ნომერი მეოთხე რეკომენდაცია. ტრანსპორტის ხარჯების არამართლმიერად გაწევის რისკების შემცირებისთვის მიზანშეწონილია თანამშრომელთა მშობლებაში ან საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში განპირობებული ავტომანქანის სხვა თანამშრომლის მიერ დროებით სარგებლობის საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს რეკომენდაცია უკვე შესრულებული აქვს ესკოს. მადლობა. მადლობთ. ხომ არაფერს გვეტყვით? ხარვეზებთან დაკავშირებით უბრალოდ ინფორმაციის თუ გნებათ რომ მოგაწვდით, ანუ აქ იყო საუბარი, რომ ინსპექტირების გეგმა გრაფიკები არ არსებობდა და აქედან გამომდინარე ხარვეზი იყო. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჯერ კიდევ მოქმედებდა COVID შეზღუდვები, რა დროსაც ფიზიკურად ვერ ხდებოდა ობიექტზე გასვლა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა პირობებით მომსახურებების დაკმაყოფილება, უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ 2022 წლის ბოლოს უკვე შეიქმნა 23 წლის გეგმა და ასევე დაემთხვა ამ პერიოდს ის, რომ 2023 წელს წესით და რიგით უნდა გახსნილიყო უკვე ელექტროენერგეტიკული
ბირჟა და უნდა მოქმედებულიყო დღითადი და დღიური ბაზრები, რომელიც თქვენს მოგეხსენებათ, რომ არაერთხელ მოხდა მისი გადადება, მიმდინარე წელსაც გადაიდო უკვე 2 წლით 2027 წლის 1 ივლისამდე და ამ ბაზრის ამოქმედების შემდეგ ამ ახალი ენერგეტიკული მოდელით ხდებოდა, რომ ესკოს საერთოდ უნდა გასულიყო აღრიცხვის დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, უნდა გაუქმებულიყო და უნდა გადასულიყო ეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. მაგრამ ვინაიდან ეს ბაზრის გადაწევა მოხდა, ჩვენი გუნდი მაინც არ გაჩერებულა, ეხაც მიმდინარეობს ყოველწლიური გეგმაგრაფიკის შედგენა აღრიცხვის კვანძების შემოწმების მიზნით და ამ კუთხით ეს ხარვეზები, რომელიც დაფიქსირდა 2022-23 წლებში, დღის გამარებით აღმოფხვრილია. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებას და იქ უკვე ჩვენს მიერ ინვესტირებული თანხებს, მოგეხსენებათ, რომ ამ კომპანიაში იმ დროისთვის იყო 2 პარტნიორი, ასე ვთქვათ, ჩვენი კომპანია ესკო და ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც როგორც პარტნიორი თანხას ასხავდა ამ კომპანიის განვითარებაში. ეს კომპანია ძირითადად შემოიფარგლებოდა როგორც ადმინისტრაციული, ასევე ნორდპულის ესეთი ნორვეგიული ერთ-ერთი სავაჭრო პლატფორმის ასე ვთქვათ, უფლებამოსილ პირად, რომლის ღირებულება ყოველწლიურად დაახლოებით შეადგენს $2 მილიონ ამ ასე ვთქვათ, ამ პლატფორმის მომსახურება და მას შემდეგ რაც უკვე ბაზარი გაეშვება და სრული ფუნქციონირებით იქნება, სემიკეს მიერ მოხდება ამ კომპანიისთვის ტარიფის განსაზღვრა, რომლის შემდეგაც უკვე მოხდება ჩადებული ინვესტიციების ამოღება უკან როგორც პარტნიორის მხრიდან დივიდენდის გადანის კუთხით. ეს უბრალოდ მინდოდა თქვენთვის ინფორმაციისთვის რომ მომეწოდა. გასაგებია, ბირჟა არ გახსნილა, კიდევ გადაავადეთ, მაგრამ ეს ხელშეკრულება იყო დადებული და 2 მილიონი მითო გადაუხადეთ? ეს ყოველწლიური მომსახურების გასაგებია, თუ არაფერი არ გააკეთა, ხელშეკრულება გაგეწყვიტათ, ან ეს 2 მილიონი რატომ მიეცეთ? ფაქტიურად 2 მილიონი მიეცეთ ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ ხელშეკრულებში ჩადებული ყველა პუნქტი არ შეასრულეს. ეგ დაიკარგა ეს 2 მილიონი. ამაზე მაინტერესებს. ბატონო ბეჯენ, მათი მხრიდან კი არ მოხდა შეუსრულებლობა ვალდებულებების. ჩვენ რადგან ვერ მოვახერხეთ დროულად ბაზრის გახსნა, იმათი მხრიდან ასე ვთქვათ, ყველაფერი მომსახურება, რაც კი გასაწევი იყო შესრულებული. უბრალოდ აქ ვეღარ უნდა აქვს პასუხი ამაზე, რო ვერ შეასრულა. მე 2 მილიონი დაკარგა სახელმწიფო და წავიდა არასო. თუ შეიძლება გაგცემთ მაგაზე პასუხს. ჩართული იყო ბირჟის ფუნქციონირება სატესტო რეჟიმზე, ანუ სანამ გაიხსნებოდა ბირჟა, სანამ მოთამაშეებისთვის, ანუ გენერაციის ობიექტებისთვის, მსხვილი მომხმარებლებისთვის ცნობილი გახდებოდა თუ რა სახის რეგულაციებით უნდა ივაჭრონ ბირჟაზე, იმიტომ რომ გენერაციის ობიექტებისთვის ან მომხმარებლებისთვის ბირჟაზე ვაჭრობა საკმაოდ შეიძლება ხარჯიანი აღმოჩნდეს, ანუ სატესტო რეჟიმი რამოდენიმე ეტაპად იყოფოდა ნორდპულის მომსახურება. პირველი იყო სატესტო რეჟიმი, შემდგომში არის უკვე ბირჟის გახსნა. დღეს რაღაც ნაწილი ბირჟის გახსნილია, ფუნქციონირებს და მიმდინარეობს არასავალდებულო წესით ვაჭრობა. აქამდე 2022-23 წლები რაც არის საუდით შეფასებული, ეს იყო სატესტო რეჟიმი. სიმულაციური რეჟიმი. შესაბამისად, სიმულაციური რეჟიმი აუცილებელია ბაზრის მონაწილეებისთვის, რომ სწორედ დაგეგმონ თავისი გენერაცია, სწორედ დაგეგმონ თავისი მოხმარება და ეს გრძელვადიანი პროცესია. თუმცა კი რა თქმა უნდა, მიზნობრიობასთან დაკავშირებით ახლა ბუნებრივია ჩვენ ვიზიარებთ აუდიტის სამსახურის მოსაზრებებს, რომ არსებობს რაღაც კითხვის ნიშნები და რომ კიდევ უფრო დეტალურად გავუყვებით ამ პროცესს. ამის თქმა მინდოდა. მადლობა. ესე იგი, ჩვენ ამით საკითხის განხილვას მორჩით, ალბათ ადრე მორჩა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერს დაეთანხმეთ, ასე მარტივად არ მიდის ხოლმე აქ ხშირად საქმე, მაგრამ ერთი რაც აქ ბრძანეს ჩემმა კოლეგებმა, ვიზიარებთ ლენათ, რომ უბრალოდ უხერხულად გამოდის, რომ აი ახლა თქვენ კარგია ყველაფერი, 2 წლის მერე აუცილებლად შევხვდებით, ყოველ 2 წელიწადში მოწდება ორგანიზაცია ეკონომიკის სამინისტროს უფრო ადრე ჩვენ პრაქტიკულად სხვადასხვა საკითხებზე ხვდებით. და იმედია რომ იგივე არ გამეორდება, ან მაგის მსგავსი შეიძლება ეს არა, მაგრამ შემდეგში სხვა აღმოაჩინონ. ამიტომ თხოვნა გვაქვს, რომ რა საკითხებიც არის, ძირითადად არის იმის გარდა რაც აქ იყო აქტივების მართვა, ანუ ზოგს აწერია და რეალურად არ აქვს, ზოგს კიდე არ აქვს და აწერია და ასე შემდეგ და არის დებიტური კრედიტული დავალიანება და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ვეკითხოთ, რომ ამნაირ საკითხებს მიაქციეთ ყურადღება და არ დაველოდოთ, რომ რასიპოვის შემდეგ შემოსვლაზე აუდიტის სამსახური. ეხლა მადლობას მოგახსენებთ და წარმატებას გისურვებთ. ამით ეს საკითხი ამოწურული.